გამარჯობათ მეგობრებო, მოვგზავნეთ რეზინა და ვიწყებთ სქემის აწყობას. მე ვგზავ ნიმუშს, თქვენ რამდენი თვალიც გჭირდებათ, იმდენ თვალზე ავაწყობთ სქემას. ეს ნაპირის თვლებია და ვიწყებ სქემას. ეს ნაპირის თვლებია ვამბობ და არ ითვლება ხო სქემაში და სათვალავში. 1 2 უკუღმა თვალი 1 2 3 4 5 6 წაღმა თვალი 1 2 უკუღმა თვალი 1 2 3 4 5 6 წაღმა თვალი 1 2 უკუღმა თვალი 6 წაღმა თვალი მე მგონი 6-ია 2 უკუღმა თვალი 6 წაღმა თვალი და ნაპირის თვლები. ეს სქემაში არ არის კიდევ ამ. შემოვტრიალდებით და მოვგზავნთ აქედან, როგორც არის თვლები, არ ვცვლით არაფერს. წაღმა მოვგზავნთ უკუღმას უკუღმა. და თუ შენ გსოვი ირგვლივ ერთი რიგი კიდე მოგსოვე ასე. როგორც ახლა ასე შებრუნებით ვგზავნთ. მეორე რიგი მოვგზავნეთ და ვიწყებთ გარეთა პირზე წაღმა მხრიდან თავიდან. ესე იგი ვგზავნთ ახლა მესამე რიგს, სქემის მესამე რიგს. 2 უკუღმა თვალი სადაც იყო და ჩვეულებრივად ვგზავ უკუღმა. ეს 6 წაღმა თვალი სად წავიღოთ ახლა, აქ არის სქემა. პირველი წაღმა თვალი ვგზავ ჩვეულებრივად. შემდეგი 2 წაღმა თვალი გავდივარ აქედან და ვუკლებ. და თუ შენ მეორენაირ უკუღმა თვალს გსოვ, უნდა შეატრიალო, რომ აი ეს სწორი მიმართულებით გამოგივიდეს კლება. აქეთ მიდის ეს კლება. მარჯვენა მხარეს მიდის. ვუმატებ. ვატრიალებ ახლა, ჩემ შემთხვევაში ამ მხარეზე ვატრიალებ. და თუ შენ კიდევ ვიმეორებ, მეორენაირ უკუღმა თვალს გსოვ, ამ მხარეს ატრიალებ თვლებს, ამ მხარეს არა. კლება უნდა იყოს აქეთ მიდის თვალი, აქეთ მიდის თვალი, რომ სისწორე დაიცვა. ახლა ნახე. ორ მხარეს ვუკლე 2 თვალი და 1 ვუმატე მხოლოდ. და ჩვენ ვიცით, როცა მატება გვაქვს სქემისთვის, არ უნდა დაგვაკლდეს თვლები, უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ კლება და მატება იყოს ერთი და იგივე რაოდენობით. ამ შემთხვევაში შენ მეტყვი, რომ ახლა აქ 2 თვალი რო უკლე, 1 რატო უმატეო, რო შემოვბრუნდები მე და ამ თვალს მოვგზოვ მატებას 2 თვალს ამოვიყვან აქედან. ერთი სიტყვით, მე-6 წაღმა თვალი იგზავება ჩვეულებრივ. ახლა ნახე რა გავაკეთეთ. პირველი და მე-6 თვალი ამ მესამე რიგზე მოიგზავა ჩვეულებრივ. შიდა თვლები ვუკლეთ, 1 ნამატი დავტოვეთ. შემდეგ
2 უკუღმა თვალი. 6 წაღმა თვალი გვაქვს, პირველ თვალს გვსვ, შემდეგ ვუკლებ აქედან, შემდეგ ვუმატებ, შემდეგ ვატრიალებ 2 თვალს, დავაბრუნებ და ასე გამოვიყვან. მე-6 წაღმა თვალი მოვგსოვეთ ჩვეულებრივ, 2 უკუღმა თვალი. პირველი წაღმა ჩვეულებრივად იქსოვება, შემდეგი 2 წაღმა უკაცრავად აქედან გავდივარ და ვუკლებ, რადგან ეს მიმართულება მჭირდება. ვუმატებ, შემდეგ თვლებს ვატრიალებ 2 წაღმა თვალს და ვუკლებ, რადგან ეს მიმართულება მჭირდება. მე-6 თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. 2 უკუღმა თვალი. გვაქვს კიდევ 6 თვალი წაღმა. პირველი თვალი ჩვეულებრივად იქსოვება, შემდეგი 2 თვალი აქედან ვუკლებ, ვუმატებ, შემდეგ 2 თვალს ვატრიალებ, დავაბრუნებ და ვუკლებ. მე-6 თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. ეს ნაპირის თვლებია. შემოვბრუნდი. ეს ნაპირის თვლები მოვგსოვე და ახლა სქემა, ხო? უკუღმა თვლებს ჩვეულებრივად ვგსოვ უკუღმა. მე ხო ვთქვი, რომ 2 კლება მაქვს, 1 მატება და აქ მე 2 თვალს ამოვიყვან. 1, 2. კი დავტოვე მე 1 ნამატი, მაგრამ ამ 1 მატებიდან 2 თვალს ამოვიყვან. რომ 2 თვალი რომ ვუკლე, ზუსტად 2 თვალი უნდა მოვგსოვო. შემდეგ დანარჩენი ჩვეულებრივად იქსოვება. ნამატიდან 2 თვალს ვგსოვ. აი ასე. ნამატიდან არ დაგავიწყდეთ, 1 მატება გვაქვს და აუცილებლად 2 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. ერთი თვალი რომ ამოიყვანო, თვალი დაგაკლდება. 1, 2. დანარჩენი ჩვეულებრივად იქსოვება სახეზე, რაც გვაქვს. ეს ნაპირის თვლებია. ეს ნაპირის თვლები მოვგსოვეთ და სქემა. ახლა ჩვენ ვგსოვთ მე-5 რიგს, ხო? პირველი რიგი, მეორე რიგი ჩვეულებრივად მოვგსოვეთ, მესამე რიგზე ვუკლეთ სქემა დავაყენეთ, მე-4 რიგი უკან მოვგსოვეთ. ახლა ეს არის სქემის მე-5 რიგი და რას ვაკეთებთ? უკუღმა თვლებს ვგსოვ უკუღმა. ახლა აქ ნახე, რას ვაკეთებთ. ახლა გვაქვს 6 თვალი, ხო? 2, 4, 6 თვალი. 1 მატებიდან 2 თვალი ამოვიყვანეთ. პირველი 2 წაღმა თვალი.
შიგიდან გარეთ ამ მხრიდან გადავიტან თვალს, გარეთ რომ იყო, შიგით ამ მხრიდან შემოვიტან და ასე მოვგსო. წაღმა მოვგსო ჩვეულებრივად. ეს მატების ნამატი თვლებით წაღმა იქსოვება, ახლა ეს ნახე. ბოლო თვალს შიგიდან შემოვიტან, ამ თვალს გარედან გადავიტან და ასე მოვგსო წაღმა. ნახე. ჩვენ როცა ვუკლეთ, ისე ვუკლეთ, რომ შიგითა თვალი გარეთ წავიდეს, აი ასე სწორხაზოვნად. ახლა როცა შევცვალეთ, ხო, გადავაჯვარედინეთ, ხო, ეს თვლები არ გვიკლია არაფერი, ადგილები შევუცვალეთ მხოლოდ. შიგითა თვალი, აი ეს შიგითა თვალი, აუცილებლად გარედან უნდა გადავიდეს. აი ეს მიმართულება უნდა მიიღოს. აქეთ პირიქით ხდება. ვუკლეთ ამ მიმართულებიდან იქით, შემდეგ გარედან გადავიყვანეთ და ასეთი გზა გაიკეთა, ხო, მიიღო ასეთი ფორმა. შენ თუ მეორენაირ უკუღმას გსო, პირიქით აქეთ შეატრიალებ, აქეთ პირდაპირ გაყვები. ორი უკუღმა თვალი. ახლა ნახე. აი ამ მიმართულებით ხო მაქვს კლება მარცხნიდან მარჯვნივ. ამ მიმართულებით წავიღებ ოღონდ გარედან ახლა ამ თვალს და ასე მოვგსო. იმ გარეთა თვალს კი შიგნიდან შემოვიტან. აი ასე გაყვება ერთ გზას. ამ თვლებს წაღმა მოვგსო. ახლა ეს აქეთ მოდის. ამ თვალს აუცილებლად გარედან გავიტან. ორივე თვალს ჩვეულებრივად წაღმა მოვგსო. მიაქცია ყურადღება, ეს თვალი სწორად მოიქსოვოს და არ შეატრიალო, არ შემოატრიალო. არ გადაგრიხო, ასე ვთქვათ. აქ დააკვირდი, შეიძლება ეს უკუღმა თვალია, შეიძლება კი არა არის, ხო? რადგან ერთი ნამატიდან ორი თვალი როცა მოყვავს, ერთი წაღმა იქსოვება, ერთი უკუღმა, მაგრამ გარეთა პირიდან შენ ყოველთვის წაღმა მოგსოვ ამ თვლებს, რადგან აქ სულ გჭირდება 6 წაღმა თვალი. ეს ნაპირის თვლებია და არ არის სქემაში. სქემის მე-6 რიგი. ახლა აქედან როგორც არის თვლები, მოვგსოვთ უკუღმას, უკუღმა, წაღმას, წაღმა. მე-6 რიგი, აქ არაფერს არ ვცვლით, ჩვეულებრივად ვგსოვთ ამ რიგს. შენ თუ ირგვლივ გსოვდე, ამ მე-6 რიგს ასე მოგგსოვ, ჩვეულებრივად როგორც არის. თვლები როგორც გაქვს. აქედან იქნება თუ იქიდან,
არ ვცვლით მე-6 რიგზე, არაფერს ვგსოვთ ჩვეულებრივ. და როცა ვამბობ მეორენაირი უკუღმა, აი ამ უკუღმას გულისხმობ, ასე ვინც გსოვთ. ამ უკუღმას ადრე გსოვდნენ ხოლმე. შემდეგ ახლაც გსოვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა უფრო ამას ხო დავუშვათ რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე აი ასე ვგსოვ და ამის მიხედვით ვაძლევ მიმართულებებს, როცა თვლები ამოყავს. წინა ვიდეოები ნახეთ, 2 ვიდეო ჩავწერე ამ უკუღმა წაღმართულების მიმართულებებზე, ვისაც დაგაინტერესებთ. ზუსტად ამ ვიდეოს წინ უნდა იდოს 2 ვიდეო, წაღმა უკუღმა თვლები როგორ უკუღმა თვლები რამდენნაირად და როგორი გსოვება და შემდეგ როგორ უნდა მოვგსოვოთ იმის მიხედვით. ეს ნაპირის თვლები იყო. შემდეგ მივუბრუნდეთ ჩვენ სქემას. 2 უკუღმა თვალი, ახლა ნახე, ეს 2 უკუღმა თვალი სულ ასე იქსოვება, ეს 2 უკუღმა თვალი, 2 უკუღმა თვალი. ეს 2 უკუღმა თვალი არის სქემების გამყოფი შუა-შუა სილამაზისთვის. შენ შეგიძლია ერთი თვალი დატოვო და უფრო ახლოს იქნება სქემები ერთმანეთთან და უფრო სხვანაირი გამოვა. შეგიძლია უკუღმა თვლების 3 დატოვო და უფრო შორს წავა, რომელიც გელამაზება და გირჩევნია, იმის მიხედვით შენი გემოვნებით აწყობ სქემას. მაგრამ ეს 6 თვალი, ამ სქემაში 6 თვალია წაღმა. სულ გჭირდება აქ 6 თვალი. ახლა ნახე. სქემას ვიწყებთ თავიდან და პირველი რიგი სქემის. პირველი თვალი ჩვეულებრივ იქსოვება 6 თვალს გულისხმობ წაღმა. პირველი თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. შემდეგ აქედან გავდივარ და ვუკლებ, ვაძლევ აქეთა მიმართულებას. შემდეგ ვუმატებ, ვატრიალებ ამ 2 თვალს და ასე ვუკლებ. რადგან აქეთ მჭირდება ამისი მიმართულება. მე-6 თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. 2 უკუღმა თვალი. პირველი წაღმა ჩვეულებრივად იქსოვება, შემდეგი 2 წაღმა. აქედან გავდივარ და ვუკლებ. ვუმატებ, ვატრიალებ, დავაბრუნებ, ვუკლებ. ეს ამ მიმართულებით წავა, ეს ამ მიმართულებით წავა. ეს თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. 2 უკუღმა თვალი. შემდეგ 6 თვალიდან 2, 4, 6 წაღმა თვალი გვაქვს. პირველი თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. შემდეგ აქედან გავდივარ და ვუკლებ. ვუმატე, შემდეგ ვატრიალებ ამ 2 თვალს, დავაბრუნებ და ვუკლებ. მე-6 თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. 2 უკუღმა თვალი. ვგსოვ, ვუკლებ, ვუმატებ, ვატრიალებ, დავაბრუნებ, ვუკლებ. და ვგსოვ ჩვეულებრივ. ეს ნაპირის თვლებია და არ არის სქემაში. შემოვტრიალდით. ახლა ნახე. გვაქვს ერთი ნამატი და გვჭირდება 2 თვალი.
ერთი თვალი არ გადავაგდება მატებას აქედან და მეორე თვალს მოვგზავ. ერთს წაღმა, ერთს უკუღმა, რომ ამოვიყვანო ორი თვალი. დანარჩენი თვლები ჩვეულებრივად იქსოვება. წაღმა, წაღმა, უკუღმა, უკუღმა. ნახე, გვაქვს ერთი ნამატი, გვჭირდება ორი თვალი. ერთი თვალი, ორი თვალი. ნახე, 2, 4, 6 თვალი, რომელიც აქ წაღმა მჭირდება. დანარჩენი ჩვეულებრივად გვგზავნოთ. 1, 2. ერთი თვალი, ორი თვალი. ერთი ნამატიდან ამოგვყავს ორი თვალი. ეს ნაპირის თვლებია. ეს იყო სქემის მეორე რიგი. სქემა ხომ დავიწყეთ თავიდან, ავაწყვეთ და მოვგზავნეთ მეორე რიგი. ახლა ვიწყებთ მესამე რიგს. ეს ორი უკუღმა თვალი ჩვეულებრივ და ახლა ნახეთ. აუცილებლად შიგითა წაღმა თვალი გარედან გადადის. ეს ყველა თვალი წაღმა იქსოვება, რაც ვუმატეთ. აქედან გარეთა თვალი შიგნიდან გადადის. აუცილებლად შიგნითა თვალი გარედან გადადის. ადგილებს იცვლიან მხოლოდ, ხო? ჩვენ გვაქვს ისევე 6 თვალი, 2, 4, 6 თვალი წაღმა, რომელიც სულ გვჭირდება აქ ეს 6 თვალი წაღმა. აი ეს სქემაში. 2 უკუღმა თვალი. პირველი წაღმა გადადის შიგნიდან, შიგითა წაღმა თვალი გადმოდის გარედან. ადგილებს შევცვლით და ასე მოვგზავნოთ. ეს ორი წაღმა თვალი. აქ დავიმახსოვროთ, ვუმატებთ ერთხელ მხოლოდ, მაგრამ როცა მოვდივართ შემდეგ, ნამატიდან ამოყვავს ორი თვალი, რადგან არ უნდა დაგვაკლდეს თვლების სქემაში და სულ უნდა იყოს 6 წაღმა თვალი ყოველთვის. ახლა ორი წაღმა თვალი დაგვრჩა. გარეთა თვალი აუცილებლად შიგნიდან გადადის, შიგნითა თვალი აუცილებლად გარედან გადადის. და უნდა მივიღოთ ასეთი სქემა, აი ასეთი. ექვსი თვალი. მეორე თვალი შიგითა თვალი გარედან გადმოვიტანოთ. ადგილებს შევცვლით, მოვგზავნოთ. ორი წაღმა თვალი. ახლა აქედან გარეთა თვალი შიგნიდან გადმოვიტანოთ. შიგითა თვალი გარედან გადავიტანოთ. ორი უკუღმა თვალი. შემდეგ
ეს ნაპირის თვლები, უკაცრავად ამ თვლებს არ გსურთ. შემოვტრიალდით. აქედან ვგსოვთ ყველა თვალს ისე როგორც არის მოცემული. წაღმას ვგსოვთ წაღმა, უკუღმა თვლებს ვგსოვთ უკუღმა. აქ არ ვცვლით არაფერს. მივიღებთ აი ასეთ სქემას და ახლა სქემას ვიწყებთ თავიდან პირველი რიგი. ვუკლებთ, ვუმატებთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენ რომელ უკუღმა თვალს გსოვთ და საიდან შეაბრუნოთ და საიდან პირდაპირ მოგსოვოთ. აუცილებლად უნდა მიიღოთ ასეთი სახე, ასე, სულ ასე გაყვება ახლა. აი ეს არის ამისი სილამაზე და მიაქციეთ ყურადღება, აქ შეატრიალოთ თუ აქ შეატრიალოთ თვლები, რომ აი ეს სისწორე მიიღოთ. ძალიან ლამაზი სქემებია ზაფხულისთვის და მე ვგსოვ სქელ ძაფზე, რადგან სქემა კარგად გამოჩნდეს კადრში, თქვენ გსოვეთ აი ასეთი ძაფებით. აი ასეთი ძაფებით. აი ასეთი ძაფებით, ბამბის ძაფებით, თხელი ძაფებით, რაც უფრო საზაფხულოა და რაც უფრო თხელი ნაქსოვი იქნება და ძალიან ლამაზი გამოგივათ და ძალიან კარგი. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.